აჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას არი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები შეხედეთ რა ვიპოვე ალბათ ტურისტებს დაავიწყდათ ეს კოსმოსური რაკეტაა მასზე შეიძლება ვარსკვლავებთან გავფრინდე და სხვა პლანეტებზე ეს სახიფათო არ არის? ჩვენ ხომ არ ვიცით რა ხდება სხვა პლანეტებზე როგორ არ ვიცით? აი ყველაფერი ხატია სხვა პლანეტებზე ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ აი ეს კი მე მგავს შეიძლება ბიძა ჩემია საოცარია ზერს ბიძა ჰყავს ანდეიდა რა მნიშვნელობა აქვს მინდა მათთან სტუმრად ჩავიდე ჩვენ ხომ კოსმოსური ხომალდი არ ყავს მაგრამ ვიცით როგორ გამოიყურება მისაშენებას შევძლებთ ჰა და კოსმოსში გაფრენილი მსოფლიოში პირველი პტეროდაქტილი გავხდები 15 18 25 მორჩა ყოჩახ 25 ჩაჯდომა გავაკეთეთ ახლა 100 თვები არ შეიძლება რომ ვარჯიშის გარეშე გახდე კოსმონავტი არ შეიძლება აქ ყველაფერი ხატია კარგი რთული ამოცანაა მაგრამ შეუძლებელი არაფერია ტურბოზავრებო წინ შესანიშნავი კოსმოსური ხომალდი გამოვიდა. მეც მინდა სხვა პლანეტებზე გავფრინდე. შენთვის 5 ჯერ უფრო დიდი ხომალდი უნდა ავაშენოთ. 6 ჯერ. ჩვენი კოსმონავი სად არის? კოსმონავტი გადაიღალა. რაკეტა მზად არის გასაფრენად. ზარ, ფრთხილად იყავი. არ ინერვიულოთ, სწრაფად ვიფრენ. იქით გავფრინდები და მასშივე უკან დავბრუნდები. ვიწყებ უკუთვლას. 5, 4, 3, 2, 1, სტარტი. რა ხდება? სად არის ცეცხლი, კვამლი? რატომ ვერ მიფრინავ ვერსად? რას აკეთებთ? რაკეტას ვუშვებდით კოსმოსში, მაგრამ არ გაფრინდა. მინდოდა მსოფლიოში პირველი კოსმონავტი პტეროდაქტილი გამხდარიყავი, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ზუსტად ისეთი რაკეტა შევქმენით, როგორიც ფოტოზეა. ნეტავ რა არ გავაკეთეთ სწორად. ძალიან კარგი რაკეტაა, მაგრამ ვერ გაფრინდებოდა. მას ხომ ძრავები არ აქვს. რაკეტების ძრავები კი ძალიან რთული კონსტრუქციისაა. ჩვენ თვითონ მასეთებს ვერ გავაკეთებთ. აი, ასეც ვიცოდი. წინოთ. იდეა მაქვს. ამ რაკეტას პარკში დავაყენებთ და ბავშვები კოსმონავტობანას ითამაშებენ. შესანიშნავი იდეა, კატია, მაგრამ ჯერ რაკეტა უნდა დავშალოთ, პარკში გადავიტანოთ და იქ თავიდან ავაწყოთ. ტურბოზავრებო წინ!
დო, ფარებით გაანათე. ტრაკ, ანკი, რაკეტის აწყობა და დაყენება დაიწყეთ. ზერ, თვალი ადევნე რომ რაკეტა ზუსტად ვერტიკალურად იყოს დაყენებული. ტურბოზავრებო წინ! დავიწყოთ, მაგრამ ვერაფერს ვერ ხედავ. რაკეტა გადაიხარა. უფრო სწორად უნდა დადგათ. ყოჩაღ, შესანიშნავად იმუშავეთ. წყალღრმა ბატისკაფებს ზრავები აქვთ? მინდა მსოფლიოში პირველი პტეროდაქტილი ვიყო. ასეთი რა ვთქვი? რა? ციცინათელები. მეც მინდა ასე. არა, უკვე გვიანია. სახლში უნდა გავიქცე. რა სწრაფად მოვედი? მიდი, გაიხსენი. არა, მედალიონი დავკარგე. მეგობრებო, შემომიშვით. რა ხდება? ანკი? იქნებ პეტიას ოთახში ჯობია. ხო, მაგრამ კარში ვერ გაეტევი. დიდი კარი ავაშენოთ. არა, ახლა უნდა დავიძინოთ. დილით მოვძებნოთ შენი მედალიონი. შეგიძლიათ ერთი ჭიქა წყალი მომიტანოთ. კაკუნზე არავინ არ მიპასუხა. აი, აქ წავიქეცი. სადღაც აქ უნდა იყოს. აი, სად ყოფილხარ? გეძებდით. სად იყავი მთელი ღამე? ღამე ჩვენთან გაატარა. მედალიონი დავკარგე. ბაზაზე მოჩვენებები არიან. არა, მოჩვენებები არ არიან. ვიღაცა მანკის მედალიონი იპოვა. მედალიონი დიდ მანძილზე არ მუშაობს. აი, ასე გამოსცემს ხმას. ასე არა. მაშინ აქვს ხმა, როცა ხესთან ახლოსაა. ეს რა გაქვთ? კიდათ გავცვალოთ. არა. ფედია, ბორა. და გავიწყდათ, რომ ბოსტანში დახმარებას დამპირდით. ო, მართალია დეიდა ნორა. გარეთ რა თქმა უნდა უფრო საინტერესოა, მაგრამ დამპირდით. კარგი იქნება თუ ხვალ ყველაფერი მზად იქნება მცენარეების დასარგავად. დღეს არ მინდა მუშაობა. არც მე არ მინდა. მაშინ თქვენთვის კარგი წინადადება გვაქვს, მაგრამ სამაგეროდ მედალიონი უნდა მოგცეთ. მიწა უნდა მოხდათ. გასაგებია, მეგობრებო? კი, გასაგებია. რა არის ამაზე ადვილი? ო, ძალიან ადვილია. თვითონაც იცით. ჩუმად ყველას გააღვიძებთ. კარგი, მაშინ დავიწყოთ. ჩუმად. ტურბოზავრებო წინ!
მეგობრებო, ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ძალიან ლამაზია, თუმცა კარგად დავისვარეთ. რას აკეთებთ? ეს იმისთვის, რომ ფედიამ და ბორამ დანაპირები შეასრულონ. დარგვაც მოასწარეთ ჩემ მაგივრად? ნამდვილად დაიმსახურეთ ნაყინი. საფულეს მოვიტან. არის. აბა ბიჭებო, მოგვიცით მედალიონი. იქნებ ჩვენ დავიტოვოთ. დეიდა ნორამ არ იცის, რომ ეს თქვენ გააკეთეთ. გაიგებს. აი ამას თუ აჩვენებთ. ანკი, სხვა დროს ყურადღებით იყავი. სად მივდივართ? მალე გაიგებ. არა, მართლა სად მიყავარ? ტყის ამ ნაწილში ჯერ არ ყოფილვარ. შეხედე. ეს რა არის? არ ვიცი, მაგრამ აშკარად რაღაც ძალიან საინტერესოა. ეს ადგილი შემთხვევით ვიპოვე. შეხედე, როგორი ბორცვია. შეხედე, როგორი მილებია. აქ დამალობანას თამაში შეიძლება. ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გითქვამს ამ აღმოჩენის შესახებ. არა, ჯერ შენი აზრი მაინტერესებდა. სწორად მოგცეულ ხარ. ეს ჩვენი განსაკუთრებული საიდუმლო ადგილი იქნება. და მხოლოდ ჩვენ ვითამაშებთ ხოლმე. და ხელს არავინ არ შეგვიშლის. ხელი ხომ არ შეგიშალეთ? მოვიწყინე. რა მოწყენილობა? მოდი რამე ვითამაშოთ. უკვე ყველაფერი ვითამაშოთ. ფეხბურთი, ჩოგბურთი, X და 0. დანარჩენები სად არიან? მართლა სად არიან? ტრაკი რეკავს. ეკრანზე გამოვიყვან. აბა, კარგად ჩანვარ. ტყის შორეული ნაწილიდან გირეკავთ. ამ ორმა ჯადოსნური ადგილი იპოვეს. და უნდათ მხოლოდ მათი ყოფილიყო, რომ მის შესახებ არავის არ გაეგო. ვერაფერი ვერ გავიგე. რაღაც უცნაური კონსტრუქციებია, რისთვისაა? ზერ, იმ ადგილას გაფრინდი და დაწვრილებით მოგვახსენე რა არის იქ. გავიგე. ახლა ინტერნეტში მოვძებნოთ მსგავსი კონსტრუქციები. ეს ხომ აკვაპარკია? მართალია. აი აქ დიდი აუზი უნდა ყოფილიყო. მილები კი იმისთვისაა, რომ ჩამოსრიალდე. რა საინტერესოა? და რა სამწუხაროა, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, აკვაპარკი მზად არ არის, მისია შენება დაიწყეს და არ დაასრულეს, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია დავასრულოთ? ამას სერიოზულად ამბობ? რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. აი შეხედეთ. აუზი უნდა ამოვთხაროთ, დაჟანგებული კონსტრუქციების შევცვალოთ და დავამატოთ ისეთები, რომლებიც აკლია. ყველაზე მთავარი დაგავიწყდა წყალი. საიდან უნდა მოვიტანოთ? ტბამდე არხს გავიყვანთ. აი შეხედე. ბევრი შრომა მოგვიწევს. სამაგიეროდ ჩვენ აკვაპარკი გვექნება. მართალია, ბულ და თორ. თქვენ აუზს ამოთხრით. ტრაკ, შენ ჟანგიან კონსტრუქციებს მოაშორებ და ისეთებს დატოვებთ, რომლებიც გამოგვადგება. პრინტერით ნაკლულ ელემენტებს დავბეჭდავ. ანკი, შენ დოზე დატვირთავ. ის კი ადგილზე მიიტანს. მე რა თქმა უნდა არ გჭირდებით. კარგი. ჩემთვის სულ ერთია აკვაპარკს აშენებთ თუ არა, მაგრამ აღშფოთებული ვარ თქვენი უყურადღებობით. არაფერით, შენთვისაც გვაქვს დავალება. აერო გადაღება ჩაატარე, რომ არხისთვის საუკეთესო გზა მოვნიშნო. ტურბოზავრებო, წინ!
უბრალოდ მინდოდა დაგხმარებოდით. დო, კატია, ტრაკ, თქვენ მცენარეებს გადარგავთ, რომ არ დაზიანდეს. ფულ, თორ, ანკი, თქვენ ტბიდან აკვაპარკამდე არხს გათხრით. ზერ, თვალი ადევნე, რომ არხი ზუსტად ისე იყოს გაყვანილი, როგორც დავხატე. არის. სორია? ასე? კარგია. არ გაჩერდეთ. მიდით. ეს წყალი მაინც თევზებისთვისა. მე კი ჰაეროვანი არსება ვარ. გამომივიდა ჰაეროვანი არსება. უბრალოდ ფრენა უფრო მიყვარს, თუმცა ცურვაც კარგია. იპოლიტ! არ მოგბეზრდა? რა თქმა უნდა, არ მობეზრდა. ის ხომ ბებიას გავს. რას გულისხმობ? იცი? ყოველთვის ვოცნებობდი, რბოლაში მიმეყო მონაწილეობა. მართლა? და რომელი ადგილი დაიკავე? არაფერი არ გამომივიდა. ძრავა თითქმის სტარტისთანავე ჩამიქრა. ახლა ჩემთვის რბოლაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მეტის მეტად გვიანია. მომდევნო კვირას ქალაქში რბოლა ჩატარდება. ვიცი? მოდი ბებიას სიურპრიზი გავუკეთოთ. რბოლაში მივაღებინოთ მონაწილეობა. მანქანა? დო დავითანხმოთ. და როგორ ავუხსნათ თვითონ რატომ მოძრაობს? რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ნამდვილი რბოლა იქნება? სხვა მანქანებს შევეჯიბრები? მართლა? ჯერ არ ვარ მზად. მე ვიქროლებ და ვიბრწყინებ. ხო, ბებია კი საჭესთან იქნება. მაშინ იმის თქმა მოგიწევთ მისთვის ვინ ვარ წინამდვილეში. მეგობრებო, გპირდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ხო, ბებია უბრალოდ მანქანაში ჩაჯდება, ის თავისი წავა და ბებიას არ გაუკვირდება. სწორედ ასე იქნება. ნახოთ ეს როგორ გამოგივა. არ ვიცი. რა აქვს განსაკუთრებული? მოგესალმებით, თქვენი მანქანა მზად არის ექსპლუატაციისთვის. საგზაო დაფარვა სტანდარტულია, მეტეოროლოგიური პირობები სტანდარტულია, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი. ის ლაპარაკობს? და შენი ბრძანებები ესმის? შენ თვითონ დარწმუნდი? ახლა დოს ვერაფერი შეუშლის ხელს გამარჯვებაში. რა ძლიერი წვიმა. იმედია სარბოლო ტრასა არ დაზიანდება. დილით შევამოწმოთ. ნუ თუ ბებია რბოლის გარეშე დარჩება. რა თქმა უნდა არა, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. რას ამბობთ? რა თქმა უნდა ყველაფერს შევაკეთებთ. ტურბოზავრებო, წინ! ანგი, შენ ტრიბუნებს სამოიღებ და ადგილზე დადებ. ტრაკ, შენ საბურავებით შემოღობვას მიხედე. მე ტრასას აღვადგენ. თორ, შენ კი მას გაასწორებ. დო, შენ საფარის ხარისხს შეამოწმებ. ზერ, აქ ვარ. შენ მონიშნებს და ფინიშის ზოლს აღადგენ.
ბოლაში გავიმარჯვე. გიყურეთ. ვაშა! ახლა მხოლოდ ერთი აუხტენელი ოცნება დამრჩა. რა ოცნება? მინდა კოსმოსში გავფრინდე. რა იყო? იქნება ასეთივე სასწაული რაკეტა გამოჩნდეს ავტოპილოტით. შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც. ძალიან ლამაზი ვარ, ასე არ არის? მოიცადეთ, რაღაც მოხდა. ბებია, ბიბლიობუსი მოვიდა. ამჯერად რომელი წიგნი წამოგიღო? მეკობრეებზე? ზღაპარი? იქნებ კოსმოსის ისტორია. კარგი ვნახოთ რა აქვს ჩვენთვის ბიბლიობუსს. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? შეგიძლიათ ჩრდილში დაისვენოთ. რამდენი სხვადასხვა წიგნი აქვს? რა არჩიე? ჩემი საყვარელი სერია საბავშვო დეტექტივები. ასეც ვიცოდი. რა ხდება? ბებია! ბებია! ბიბლიობუსი დაგორდა. ბებია, გააჩერე, გააჩერე. ავტობუსი უნდა შევაჩეროთ. ტურბოზავრებო, წინ! დო, შენ ყველაზე სწრაფი ხარ. კატია და პეტია წამოიყვანე. ჩახდით. კარგია, მას დავეციეთ. შემდეგ რა ვქნათ? იქნებ კართან ახლოს მივიდე, ბებია კი ჩემთან უკანა სავარძელზე გადმოხდეს. დო, ბებია სწრაფად მიმავალი ავტობუსიდან ვერ გადმოხდება. მართალი ხარ. ეს სათადარიგო გეგმა იქნება. არა, ეს ნამდვილად არ მოხდება. შეხედე, ზერი აქ არის. ზერ, ფრთხილად! მე ზუსტად ეს მინდოდა. ო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ბიბლიობუსის გაჩერება გვინდა და დახმარება გვჭირდება. დახმარება უკვე გზაშია. შეხედეთ, გზა მთავრდება. სანამ ავტობუსი დაღმართზე მოძრაობს, მას ვერ შევაჩერებთ. შეუძლებელი არაფერია. ახლა თუ ვერ გავაჩერებთ, ვაიძულოთ ზევით იმოძრაოს. შესანიშნავი იდეა, სერ. ტრაკი და ანკი იპოვე. მათი დახმარება გვჭირდება სასწრაფოდ. თორ, 30 გრადუსიანი დაქანება გვჭირდება. ტრაკ, შენ აღმართი უნდა გაასწორო. მე კი ვეცდები ავტობუსი გადასახვევისკენ მივმართო.
დიდი მადლობა რომ მოხვედით. ვფიქრობ აი ამ წიგნებს ავიღებ იპოლიტისთვის და სატვირთოების მხიარულ თავგადასავლებს, თუმცა მოლაპარაკე სატვირთოები რა თქმა უნდა არ არსებობენ. ო, მოლაპარაკე სატვირთოები. ძალიან სასაცილოა. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.